ფრანც ბარდონის ესოთერიული წიგნის მიხედვით ინიციაცია ჰერმეტიზმში კოდის წინა ეპიზოდში ზოგადად ვისაუბრე საიდუმლო ცოდნისა და მაგიური შესაძლებლობების განდობის შესახებ. განდობა ეს არის უდიდესი და უიშვიათესი მოვლენა, რომელიც ადრე რჩეულთა ხვედრი იყო. ახლა კი, როდესაც კაცობრიობა ახალ, ეგრეთ წოდებულ გამოღვიძების ფაზაში გადავიდა, ცოდნა გამოდის და ფართოდ ვრცელდება. თუმცა, ასე პირდაპირ ზოგჯერ საშიშად, ზოგისთვის სასაცილოდ და არასერიოზულად, ან რთულად გამოიყურება. ამ ეპიზოდში უკვე პრაქტიკულ საფეხურზე გადავალ. გაგაცნობთ 3 ეტაპს განდობის პრაქტიკული შესაძლებლობებით. რეკომენდაციად კი გეტყვით, რომ თუ წინა ეპიზოდი არ გინახავთ, გირჩევთ ჯერ ის იხილოთ. მის ლინკს კი კომენტარებში დავდებ და შემდეგ დაუბრუნდეთ უკვე ამ ეპიზოდს. ასე უფრო გაგიმარტივდებათ ამ ეპიზოდის სათქმელის აღქმა და გათვითცნობიერება. ფრანც ბარდონი გვახსენებს, რომ სხეული, სამშვიდობი და სული ერთდროულად უნდა ვავარჯიშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მაგიური წონასწორობის მოპოვება და მისი შენარჩუნება. არაა რეკომენდებული განვითარების დაჩქარება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარი წინაპირობებია მოთმინება, ამტანობა და შეუპოვრობა. განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა უხვად დაჯილდოვდება. ვისაც სურს, რომ მაგიის გზაზე დადგეს რეგულარული ვარჯიში, წმინდა მოვალეობად უნდა აქციოს. ახლობლებთან მიმართებაში ყოველთვის კეთილნი, დიდსულოვანი და შეწყნარებულნი უნდა ვიყოთ. საკუთარი თავის მიმართ კი პირიქით მკაცრნი. მხოლოდ ასეთი ქცევითაა შესაძლებელი მაგიაში წარმატების მიღწევა. მაგი არასოდეს აუბრობს თავის გზაზე, აღმასვლასა და წარმატებებზე. დუმილში უზარმაზარი ძალაა დაფარული და რაც უფრო მკაცრად იქნება დაცული ეს მცნება, მით უფრო ადვილად მოსაპოვებელი გახდება ეს ძალები. ადამიანი ჩვევის მონაა და მოცემულ საათზე მიჩვეული თავად მოინდომებს უკვე წესად ქცეული ვარჯიშის შესრულებას. ისევე როგორც ჭამის, სმის და ძილის ჩვევა გამომუშავდება, ასევე ეხება საქმე ვარჯიშებსაც. ისინი ჩვევად უნდა იქცნენ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი წარმატების მიღწევა, შრომის გარეშე ჯილდო არ არსებობს. მენტალური მაგიის შესწავლა, აზრების კონტროლი და დისციპლინა, აზროვნების დაუფლება. მოხერხებულად დაჯექით სკამზე ან წამოწექით სავარძელში. მოადუნეთ მთელი სხეული, დახუჭეთ თვალები და 5 წუთის განმავლობაში დააკვირდით თქვენს აზრთა დინებას. ეცადეთ დაიმახსოვროთ იგი. თავდაპირველად გაგახსენდებათ, რომ თავს დაგატყდათ ის ფიქრები და დარდები, რომლებიც ეხება ყოფით, პროფესიულ ან სხვა საქმიანობას. ეცადეთ ამ ფიქრებისადმი განეწყოთ როგორც გარეშე დამკვირვებელი, სრულიად თავისუფლად და დამოუკიდებლად. თითქოს ის თქვენს თავს არ ხდება და სხვაზე ხდება. იმის მიხედვით თუ როგორ სულიერ მდგომარეობაში იმყოფებით მოცემულ მომენტში, ეს სავარჯიშო ან მარტივად მოგეჩვენებათ, ან რთულად. მთავარია არ დაკარგოთ აზრთა სვლა და ყურადღებით ადევნოთ თვალყური. არც კი იფიქროთ ამ სავარჯიშოს დროს ჩაძინება. თუ დაღლილი ხართ, მაშინვე შეწყვიტეთ ეს ვარჯიში და სხვა დროისათვის გადადეთ. მტკიცე განზრახვით, რომ დაღლილობას არ დანებდებით. საჭიროა ყოველ დღე 1 წუთით გამზარდოთ ვარჯიშის ხანგრძლივობა. 1 კვირის შემდეგ შეგვეძლოს მინიმუმ 10 წუთი. ვადევნოთ თვალყურის საკუთარ აზრებს ისე, რომ ოდნავადაც კი არ გაგვექცეს ყურადღება. დროის ასეთი შუალედი განსაზღვრულია საშუალო სტატისტიკური ადამიანისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეს დრო არასაკმარისად მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ გაზარდოთ იგი. ყოველ შემთხვევაში, ამას სრული სერიოზულობით და დაგრუბებით უნდა მიუდგეთ, რადგანაც აჩქარებას აზრი არ აქვს. ყოველი ადამიანის განვითარება ძალიან ინდივიდუალურია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება უფრო წინ სვლა, სანამ ბოლომდე არ დაეუფლებით წინამდებარე სავარჯიშოს. დაკვირვებული მოსწავლე მაშინვე შეამჩნევს, რომ თავიდან აზრები თავზე ეყრება და ელვისებურად გაიელვებენ ხოლმე. ამიტომ თავდაპირველად გაუჭირდება ბევრი, სრულიად განსხვავებული აზრის გახსენება. მაგრამ ერთიდან მეორე სავარჯიშომდე იგი დაინახავს, რომ აზრები უფრო და უფრო ნაკლებად ქაოტური ხდება. წესრიგდება, სანამ ბოლოს უკვე რამდენიმე აზრი თითქოს შორიდან არ ამოტივტივდება ხოლმე ცნობიერებაში.
აზრების ამ კონტროლს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ, რადგანაც მაგიურ განვითარებაში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და ამას ყოველი თქვენგანი მოგვიანებით საკუთარი გამოცდილებითაც აღმოაჩენს. იმ პირობით, რომ ეს სავარჯიშო სრულებითაა დამუშავებული და რომ ყოველი თქვენგანი პრაქტიკულად დაეუფლა მას, უკვე შეგვიძლია სწავლა განვაგრძოთ სახელდობრ მენტალური ვარჯიში. ამგვარად ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი აზრების კონტროლი. შემდეგი სავარჯიშო მდგომარეობს იმაში, რომ ის აზრები, რომლებიც არასასურველნი არიან, მაგრამ მაინც გვიძრებიან თავში, არ მივუშვათ საკუთარ სულამდე. სამშვინველის მაგიის შესწავლა, ინტროსპექცია, ანუ თვითშეცნობა. პირველ ამოცანას საკუთარი თავის შეცნობა წარმოადგენს. ასეთ პირობას ადამიანს ნებისმიერი განდობის სისტემა უყენებს, რა სახესაც არ უნდა იყოს იგი. თვითშეცნობის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი სრულყოფა. სამშვენივრალის სწავლების პირველ დღეებში საჭიროა დავკავდეთ ინტროსპექციით, ანუ თვითშეცნობით. აიღეთ თქვენი დღიური და ჩაწერეთ თქვენი სამშვენივრალის ყველა უარყოფითი მხარე. ეს დღიური განკუთვნილია პირადი მოხმარებისთვის. მისი ჩვენება არავისთვის არ შეიძლება. ეს თქვენთვის ერთგვარი კონტროლის წიგნია. შეიტანეთ რვეულში თქვენი ყველა სისუსტე, ყველაზე ნატიფი ნუანსებისა და ვარიაციების ჩათვლით. რაც უფრო მეც აღმოაჩენთ მსგავს, მით უკეთესი. არაფრის დამალვა არაა საჭირო. უნდა გააშიშვლოთ ყველაფერი. იქნება ეს უხეში შეცდომები და სისუსტეები, თუ მცირედი ნაკლოვანებები. თან თქვენს თავთან. განსაკუთრებით მუნდომებული მოსწავლეები ახერხებენ ასეულობით შეცდომის აღმოჩენას მათ ყველაზე ნატიფ ნიუანსებში. ასეთი მოსწავლეები მედიტაციის და საკუთარ სამშვენივროში ღრმად შეღწევის კარგ უნარსაც ფლობენ. როცა დღის განმავლობაში რამდენიმე თავისუფალ წუთს იპოვნით, გამოიყენეთ იგი იმის ინტენსიური გააზრებისთვის, ხომ არ დაგრჩათ კიდევ რაიმე ფარული შეცდომა. თუ იპოვნით, მაშინვე ქაღალდზე გადაიტანეთ, რათა არც ერთი მათგანი დავიწყებას არ მიეცეს. ყოველთვის, როდესაც შეცდომას გაიხსენებთ, არ დააყოვნოთ, მაშინვე ჩაიწერეთ. თუ ვერ ახერხებთ ერთი კვირის განმავლობაში ყველა თქვენი ნაკლოვანების აღმოჩენას, მიუძღვენით ამ კვლევას მომდენო კვირა, სანამ ეგრეთ წოდებული თქვენი შეცდომების რეგისტრი ბოლომდე არ შეივსება. თუ ამას 1 ან 2 კვირის განმავლობაში მორჩით, გადადით შემდეგ სავარჯიშოზე. ეცადეთ ინტენსიური გააზრების შემდეგ ყოველი თქვენი ნაკლოვანება ამა თუ ელემენტს მიაკუთვნოთ. მოგვიანებით თქვენი განვითარების პროცესში შეგეძლებათ, რომ ყოველი შეცდომისთვის განსაზღვროთ შესაბამისი ელემენტი. ასე მაგალითად, ცეცხლის ელემენტს მიეწერება უეცარი რისხვა, ეჭვიანობა, სიძულვილი, შურისძიება, ჰაერის ელემენტს ქარაფშუტობა, ტრაბახი, ჭორაობა, ლაყბობა, ამაოდმეტყველება, ფლაგველობა. წყლის ელემენტს ინდიფერენტულობა, ფლეგმა, გულის სისასტიკე, ფრიგიდულობა, გულცივობა, სიზარმაცე, მლიქვნელობა, პირმოთნეობა, დაუდევრობა, ზედმეტად მორცხობა, ამპარტავნობა, უტიფრობა, არამდგრადობა, მერყეობა და ბოლოს მიწის ელემენტს სიზარმაცე, უსინდისობა, სევდა, მელანქოლია, არარეგულარულობა, ადვილად განაწყენება, ანომალიურობა, სიჩლუნგე, მძიმე ხასიათი. ამ სამუშაოს წყალობით თქვენ მიიღებთ ორ ეგრეთ წოდებულ სრული სარკეს, შავ სარკეს, თქვენი სამშვენივრალის უარყოფითი მხარეებით და თეთრ სარკეს, ხასიათის დადებითი, კეთილშობილური შტრიხებით. ორივე ეს მაგიური სარკე შეგვიძლია ჩავთვალოთ ოკულტურ სარკეებად და ამასთან არავის მათი მფლობელის გარდა არ აქვს მათში ჩახეტვის უფლება. სხეულის მაგიის შესწავლა, მატერიალური ანუ ხორციელი სხეული. სუნთქვის მისტერია. დილით გაღვიძებისთანავე აუცილებელია დაიზიდოთ სხეული რბილი ჯაგრისით. იმდენ ხანს, სანამ კანი ვარდისფერი არ გახდება. ამით გაიხსნება ფორები და სუნთქვა გაგეადვილდებათ. ამის შემდეგ სწრაფად უნდა გადაივლოთ მთელ სხეულზე ან წელს ზემოთ მაინც ცივი წყალი და კარგად გაიმიშრალოთ უხეში პირსახოცით. სანამ სხეული არ გათბება. სიცივისადმი მგრძნობიარე ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ დამდგარი ან ოთახის ტემპერატურის წყალი. ეს პროცედურა უნდა იქცეს ყოველდღიურ ჩვევად და იგი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უნდა შეინარჩუნოთ. იგი მოქმედებს გამომაფხიზლებლად და გვაშორებს დაღლილობას. დიდი მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ ასევე სუნთქვას. ნებისმიერი ცოცხალი არსება სუნთქავს. სუნთქვის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. უფრო მეტიც, მაგმა უნდა იცოდეს, რომ იგი შეისუნთქავს ჟანგბადს აზოტთან ერთად, რომელთა აბსორბციასაც ფილტვები ახდენენ.
სუნთქვისა და კვების გარეშე ფილტვები ვერ შეასრულებენ თავის ფუნქციას. თუ კი შესუნთქულ ჰაერში ჩავდებთ აზრს, იდეას ან წარმოდგენას, მნიშვნელობა არ აქვს ქმედითია ეს აზრი თუ აბსტრაქტული. მას შეიცობს შესაბამისი ჰაერის აკაშას პრინციპი და ჰაერის მატერიის ელექტრულ და მაგნიტურ ფლუიდებში ატარებს. ელემენტთა მატერიალური ნაწილების სხეულის შენარჩუნებას ემსახურებიან და მეორეც ელექტრომაგნიტური ფლუიდი, რომელიც დამოხტულია შესაბამისი იდეით ან წარმოდგენით. ამ ელექტრომაგნიტურ ჰაერს ამ იდეით ასტრალური მატრიცის მეშვეობით ასტრალურ სხეულში ატარებს. იქიდან კი რეფლექტორულად მენტალური მატრიცით უკვდავი სულისკენ. ამგვარად, ამოხსენით სუნთქვის საიდუმლო მაგიური თვალსაზრისით. მრავალი რელიგიური მიმართულება, როგორიცაა მაგალითად ჰათა იოგა, ინსტრუქციულად იყენებს გაცნობიერებულ სუნთქვას ისე, რომ საერთოდ არ იცის ჭეშმარიტი პროცესი. ბერმა მიაყენა ზიანის საკუთარ ჯანმრთელობას ექსტრემალური ხასიათის სუნთქვითი ვარჯიშებით, რომლებიც ამ სისტემაშია, მაგალითად ეგრეთ წოდებული ჰოლოტროპული სუნთქვა. მოხერხებულად დაჯექით, მოადუნეთ სხეული და ცხვირით ისუნთქეთ. წარმოვიდგინეთ, რომ შესუნთქულ ჰაერთან ერთად ფილტვებისა და სისხლის გავლით თქვენ სხეულში შემოდის ჯანმრთელობა, წარმატება, სიმშვიდე, ბედნიერება და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის, რისი მიღწევაც ყველაზე მალე გინდათ. თქვენი იდეის წარმოდგენა ისეთი ინტენსიური უნდა იყოს და ჰაერი, რომელსაც შეისუნთქავთ, ისე უნდა იყოს შთაგონებული თქვენი სურვილით, რომ იგი რეალობად იქცეს. ამასთან მცირე ეჭვიც კი არ უნდა გქონდეთ ამ სურვილის შესრულებასთან დაკავშირებით. გაცნობიერებული კვება, ევქარისტიის საიდუმლო. საკვებში ჩადებული სურვილები განსაკუთრებულად ძლიერად მოქმედებენ მატერიალურ დონეზე, რადგანაც ისინი ელემენტ და უხეშ მატერიალურ გამოსხივებას ექვემდებარებიან. ამიტომ მაგი, თუ მას რაიმეს მიღწევა მოუნდება, სწორად იმოქმედებს ამ ასპექტის გათვალისწინებით. დაჯექით თქვენი თეფშის წინ და მოახდინეთ კონცენტრაცია ყველაზე ინტენსიურ წარმოდგენაზე, რაც კი შეგიძლიათ იმ ძალით, იმაზე, რომ თქვენი სურვილი განახორციელდეს და ქმედითი გახდეს ამ საკვებში იმდენად, თითქოს იგი უკვე რეალიზდა. თუ მარტო ხართ და არავინ გიყურებთ, შეგიძლიათ ხელები აღმართოთ საკვების თავზე კურთხების ნიშნად. მიიღეთ საკვები ნელა და გაცნობიერებულად, შინაგანი რწმენით, რომ საკვებთან ერთად თქვენი სურვილი მთელს სხეულში შედის. საკვების ასეთი მიღება იგივე უნდა გახდეს თქვენთვის, რაც ქრისტიანისათვის ზიარებაა, ანუ წმინდა მოქმედება. მაგიური წარმოდგენისთვის არაა სასარგებლო სწრაფად ჭამა, მაგიური იმპრეგნაციისთვის, ანუ გაჟღენთისთვის. ნებისმიერი საჭმელი და სასმელი გამოდგება. უნდა გვახსოვდეს მხოლოდ ის, რომ მთელი იმპრეგნირებული საჭმელი და სასმელი ნარჩენის გარეშე უნდა შეიჭამოს. არაფრის დატოვება არ შეიძლება. არასოდეს იკითხოთ ჭამის დროს. ეს ცუდი თვისება სამწუხაროდ ბევრს აქვს. ასევე უნდა ეცადოთ, რომ არ ისაუბროთ მაგიდასთან. უნდა ჭამოთ ისე, რომ სულ თქვენს სურვილზე ფიქრობდეთ. ყველაზე ეფექტურია, როდესაც როგორც სუნთქვის, ისევე ჭამის შემთხვევაში ერთი და იგივე სურვილი გაქვთ, რათა ორგანიზმში ურთიერთსაწინააღმდეგო გამოსხივებები არ შექმნათ. აქ მოქმედებს ანდაზა, ორი კურდღლის მადევარი ერთსაც ვერ დაიჭერსო. წყლის მაგია. წყალი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს არა მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, იგი აუცილებელია მაგალითად დასალებად, საჭმის მოსამზადებლად, დასაბანად და გასარეცხად, წარმოებაში, ორთქლის მისაღებად, მაგრამ ასევე ჩვენს მაგიურ განვითარებაში წყლის ელემენტი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. წყლის ელემენტს ექვემდებარება მაგნეტიზმი, ანუ მიზიდულობის ძალა. სწორედ მისი ეს თვისება გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს განვითარებაში. ხელების ყოველი დაბანის დროს ინტენსიურად იფიქრეთ იმაზე, რომ წყალთან ერთად ჭურჭს იცილებთ, არა მხოლოდ სხეულიდან, არამედ სამშვენველიდანაც. იფიქრეთ იმაზე, მაგალითად, რომ წარუმატებლობა, დარდი, უკმაყოფილება, ავადმყოფობა წყალთან ერთად გშორდებათ, ანუ წყალში გადადის. დაიბანეთ შეძლებისდაგვარად გამდინარე წყლით, რათა ჭურჭკიანი წყალი მაშინვე ჩაირეცხოს და ამასთან ერთად იფიქრეთ, რომ წარმოვა წყალთან ერთად თქვენი სისუსტეებიც მიდიან. თუ თქვენს განკარგულებაში მხოლოდ ნიჟარა ან აბაზანაა გამოყენებული წყალი, მაშინვე უნდა გადაღვაროთ, რათა არც ერთი ადამიანი არ შეეხოს მას. თქვენ შეგიძლიათ ასევე ერთი წუთით ცივ წყალში ჩაუშვათ ხელები და კონცენტრირდეთ იმაზე,
რომ მიზიდულობის ასტრალურ მაგნიტურმა ძალამ თქვენი სხეულისა და სამშვილელის ყველა სისუსტე შეიწოვოს. ამასთან დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა წყალში გადავა. უკვე ძალიან მალე გაუცებულნი იქნებით ამ ვარჯიშის შედეგებით. ეს წყალიც მაშინვე უნდა გადახვაროთ. საოცრად კმედითია ეს სავარჯიშო, თუ კი მას ზაფხულზე, დინარეში შეასრულებთ, როცა წყალში მთელი სხეული იქნება. თავის გარდა. მეორე საფეხური, ქვეცნობიერის საიდუმლო. ქვეცნობიერიც წარმოადგენს სამშვილელის თვისებას და იმყოფება მოგრძო ტვინში, რომელიც განლაგებულია თავის უკანა ნაწილში. მაგის პრაქტიკული გამოყენების მიზნით შემოდგეთ მოგრძო ტვინის, ანუ ქვეცნობიერის ფსიქოლოგიური ფუნქციის შესწავლას. ყოველ ადამიანში, რომელსაც ხუთი გრძნობა გააჩნია, ჩვეულებრივი ცნობიერების სფერო კარგ მდგომარეობაში იმყოფება. ანუ ყოველ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ჩვეულებრივი ცნობიერების ფუნქცია. ის, რაც ჩვეულებრივ ცნობიერებაში გვესმის როგორც აზროვნების ფუნქცია, შეგრძნებები, სურვილები, მეხსიერება, ინტელექტი, კეთილგონიერება, ქვეცნობიერებაში თავის უკუქმედებად გარდაწყდება. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენი ქვეცნობიერი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მოწინააღმდეგე. ქვეცნობიერი წარმოადგენს აღმძვრელ ძალას ყველაფერ იმისთვის, რაც ჩვენ არ გვსურს. ამჯერად უნდა ვისწავლოთ, რომ გადავაწყოთ ჩვენი მეს. ეს ასე ვთქვათ, მტრულად განწყობილი ასპექტი, ისე რომ იგი არა მხოლოდ ხელს გვიშლიდეს, არამედ პირიქით, ხელს უწყობდეს ჩვენი სურვილების ასრულებას. ქვეცნობიერს, ისევე როგორც ყველაფერს, მატერიალურ სამყაროში რეალიზაციისათვის ესაჭიროება სივრცე და დრო, ანუ ორი ძირითადი პრინციპი, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი მოვლენისთვის, რათა გადაინაცვლოს მიზეზთა სამყაროდან გამოვლენილ სამყაროში. თუ კი ქვეცნობიერს ავართმევთ დროს და სივრცეს, მაშინ საწინააღმდეგო პოლარობა შეწყვეტს არსებობას. ასევე შეწყდება მისი ზეგავლენაც და მაშინ შეგვეძლება განვახორციელოთ ჩვენი სურვილები ქვეცნობიერის მეშვეობით. სწორედ ამაშია გასაღები ავტოსუგესტიის პრაქტიკული გამოყენებისთვის. თუ კი მაგალითად შთავაგონებთ ჩვენს ქვეცნობიერს, რომ ხვალ ან რომელიმე სხვა დროს აღარ მოგვინდება მოწევა ან დალევა, მაშინ ქვეცნობიერი პრობლემებს მხოლოდ ამ დრომდე შეგვიქმნის, მაგრამ არა უფრო მეტხანს. უმეტეს შემთხვევაში, მაგალითად სუსტი ან განუვითარებელი ნების ძალის შემთხვევაში, ქვეცნობიერი თითქმის ყოველთვის ახერხებს მოგვატყუოს და წარუმატებლობამდე მიგვიყვანოს. ავტოსუგესტიისთვის შერჩეული ფორმულა აუცილებლად უნდა იყოს აწმყო დროში. არ შეიძლება, მაგალითად, რომ ფორმულირება გამოიყურებოდეს ასე: მე ბოლოს მოვუღებ მწებელობას, სმას. არამედ უნდა ჟღერდეს ასე: მე არ ვეწევი, ან მე არ ვსვამ, მე აღარ მინდა მოწევა ან დალევა. ყველაზე ეფექტურად ქვეცნობიერი ფუნქციონირებს ღამით, როცა ადამიანს ძინავს. ძილის მდგომარეობაში ჩვეულებრივი ცნობიერება გამორთულია და აქტიურობს ქვეცნობიერი. ეგრეთ წოდებული კრიალოსანი კარგი საშუალებაა თვითშთაგონების გამეორებისთვის. ატრიალეთის ხელში მანამ სანამ ბოლო ბურთულამდე გახვალთ და ყოველ ბურთულაზე თითის მოხვედრისას გაიმეორეთ შთამაგონებელი ფრაზა. დილით სანამ ბოლომდე გამოფხიზლდით და ჯერ კიდევ საწოლში ხართ, მაშინვე აიღეთ კრიალოსანი და გაიმეორეთ ექსპერიმენტი. ეს დააჩქარებს შედეგს. არსებობს საერთო წესი, შესაძლებელია ნებისმიერი სურვილის განხორციელება, რომელიც ეხება სულს, სამშვილდელს და სხეულს. მაგალითად, ხასიათის გაუმჯობესება, მამნეჩვევების, სისუსტეების და დისჰარმონიის დაძლევა, ჯანმრთელობის გაძლიერება, გარკვეული თვისებების შეძენა ან მოშორება, უნარების განვითარება და ასე შემდეგ. არ შეიძლება იმ სურვილების განხორციელება, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო პიროვნებასთან, მაგალითად, ლატარიაში მოგება. მენტალური მაგიის შესწავლა. უნდა ვისწავლოთ აზრის კონცენტრაციის ფლობაც. ნების ძალის კონცენტრაციის უნარის გაზრდის ხარჯზე. ავტორი გვირჩევს შემდეგს: დაიწყოთ თქვენს წინ რამდენიმე საგანი, მაგალითად დანა, ჩანგალი, ფანქარი და დააფიქსირეთ თქვენს მეხსიერებაში ერთ-ერთი მათგანი. ზუსტად დაიმახსოვრეთ მისი ფორმა და ფერი. ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ იმდენად პლასტიურად წარმოიდგინოთ ეს საგანი, როგორც სინამდვილეში გამოიყურება. თუ იგი გაქრება, თქვენი წარმოსახვითან შეეცადეთ კვლავ მოიხმოთ მისი ხატსახე. თავდაპირველად ეს ექსპერიმენტი მხოლოდ რამდენიმე წამით გამოგივათ, მაგრამ სათანადო გამძლეობისა და განმეორების შედეგად საგანი უფრო მკაფიო გახდება და მისი გაქრობა გაჩენის რაოდენობა წარმოსახვაში თანდათან შემცირდება. ნუ შეგეშინდებათ პირველი წარუმატებლობების.
თუ ეს შეძელით, შეგიძლიათ გადახვიდეთ იმაზე, რომ მოიწვიოთ ეს ხარცახეები გახელილი თვალებით. ისინი უნდა წარმოიდგინოთ თითქოს ჰაერში დაგიდებული და იმდენად პლასტიური ჩვენი მზერისთვის, რომ თითქმის ხელშესახებად ჩანდნენ. სავარჯიშო შესრულებულად ჩაითვლება, თუ კი ამას 5 წუთით შეძლებთ. ვიზუალური კონცენტრაციის უნარს მოსდევს აკუსტიკური. აქ თავიდანვე დიდ როლს თამაშობს წარმოსახვის ძალა. ამჯერად პირდაპირ ვეღარ ვიტყვით. წარმოიდგინეთ საათის წიკწიკი, რადგანაც წარმოდგენაში, როგორც წესი, გულისხმობენ ხატსახოვან წარმოდგენას, რასაც ვერ ვიტყვით აკუსტიკურ სავარჯიშოებზე. ნათლად რომ ავხსნა, წარმოიდგინეთ, რომ გესმით საათის წიკწიკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სავარჯიშოს დროს არის ის, რომ უნდა მოხდეს კონცენტრაცია აკუსტიკურ ხმებზე და დაუშვებელია რაიმე ხატსახოვანი წარმოდგენები. თუ წარმოდგენა მაინც ჩნდება, იგი მაშინვე უნდა განდევნოთ. მაგალითად, ზარის ხმის მოსმენისას არ უნდა წარმოიდგინოთ თავად ზარი. სავარჯიშო შესრულებულად ითვლება, თუ კი ადამიანი შეძლებს 5 წუთის განმავლობაში შეინარჩუნოს აკუსტიკური წარმოდგენა. შემდეგი სავარჯიშო შეგრძნებაზე კონცენტრაციაა. უნდა გამოვიწვიოთ სიცივის, სითბოს, სიმძიმის, სიმსუბუქის, შიმშილის, წყურვილის, დაღლილობის შეგრძნებები და შევინარჩუნოთ ისინი მანამ, სანამ არ შეგვეძლება რაიმე ხატსახოვანი ან აკუსტიკური წარმოდგენის გარეშე გავაკეთოთ ეს მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში. თუ გაითავისეთ ეს უნარი იმ დონეზე, რომ სურვილისამებრ შეგიძლიათ ნებისმიერი შეგრძნების გამოწვევა და მისი შენარჩუნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე. ასე გრძელდება ყველაფერზე. სამშუნველის მაგიის შესწავლა. ასტრალურ სხეულში ანუ სამშუნველში წონასწორობის გარეშე შეუძლებელია მაგიური პროგრესი და ამაღლება. ამ საფეხურის ამოცანას წარმოადგენს სწორედ ამ სულიერი წონასწორობის აღდგენა. თუ დამწყებ მაგს საკმარისი ნებისალა გააჩნია, მაშინ მას შეუძლია გადავიდეს იმ თვისებების დაუფლებაზე, რომლებიც ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენენ მასზე. თუ კი მას რაიმე არც ისე ძლიერი ნების ძალა აქვს, შეუძლია დაიწყოს საპირისპირო მხარით და თავდაპირველად გამოასწოროს მცირე სისუსტეები, ხოლო დიდი ნაკლოვანებებს თანდათანობით მოერიოს. სისუსტეების გადასალახად მოსწავლეს აქვს 3 შესაძლებლობა. კერძოდ, პირველი, ავტოსუგესტიის სისტემატიური გამოყენება, როგორც ზემოთაა აღწერილი. მეორე, სისუსტეების საპირისპირო დადებით მხარეებად გარდაქმნა, ანუ ტრანსმუტაცია, რის მიღწევაც შესაძლებელია ან ავტოსუგესტიით, ან სუფთა მედიტაციით და საკუთარი თავის დაჯერებით იმაში, რომ დადებით თვისებებს მიაღწიეთ. და მესამე, ყურადღება და ნების ძალა. ამ მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია არ დავუშვათ ჩვენი სისუსტის გამოვლინება და ჩანასახშივე მოვკლათ იგი. ეს მეთოდი თავისთავად ყველაზე რთულია და განკუთვნილია ძირითადად მათთვის, ვინც ნების დიდ ძალას ფლობს, ან უნდა ამ ძალის მოპოვება თავის სისუსტეებთან ბრძოლაში. ამ საფეხურის მიზანია სამშუნველში ელემენტების წონასწორობაში მოყვანა. ამიტომ დამწყები მაგი, თუ მას წარმატება უნდა მაგიაში, უნდა ესწრაფვოდეს იმას, რომ სწრაფად და საიმედოდ მოიშოროს ის ნაკლოვანებები, რომლებიც ყველაზე მეტად უშლიან ხელს. სხეულის მაგიის შესწავლა. აუცილებელია შევინარჩუნოთ პირველი საფეხურის ყველა დავალება. ისინი თქვენი ყოველდღიური ჩვევა უნდა გახდეს. ცივი წყლის დაბანა, ტანის დაზლვა, ვარჯიში, ცივი წყლის მაგია, გაცნობიერებული კვება. მეორე საფეხური გულისხმობს სუნთქვითი ვარჯიშების შეცვლას. წინა საფეხურზე ჩვენ შევისწავლეთ გაცნობიერებული სუნთქვა, ფილტვების მეშვეობით. სისხლს სასურველ სურვილს გადავცემდით. ჩვენი კანი ორმაგ ფუნქციას ასრულებს: სახელობრივ, სუნთქვა და გამოყოფა. ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი როგორც ჩვენი სხეულის მესამე ფილტვი და მესამე თირკმელი. მოხერხებულად მოეწყდეს სკამზე, ან წამოწექეთ სავარძელში და მოადუნეთ ყველა კუნთი. იფიქრეთ იმაზე, რომ ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად სუნთქავენ არა მხოლოდ თქვენი ფილტვები, არამედ მთელი სხეული. ასე შემოდის თქვენში სასიცოცხლო ძალა, გარშემო სივრცის ეთერის ელემენტისგან. ინდივიდუალობის შესაბამისად, ყოველი ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს ამ პროცესს. თუ რამდენიმე გამეორების მერე ახერხებთ ერთდროულად ისუნთქოთ ფილტვებითაც და მთელი სხეულითაც, გაერთიანეთ სუნთქვის ორივე მეთოდი საკუთარი სურვილის ასრულების მიზნით ჩასუნთქვისთვის. მაგალითად, ჯანმრთელობის, წარმატების, სიმშვიდის, ნებების მართვის მიღწევა, იმის მიხედვით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად.
საკუთარი სხეულის ფლობისა და კონტროლისთვის კიდევ ასეთი მიდგომა არსებობს. დაკვირვებისა და ყურადღების წყალობით საკმაო შესაძლებლობები იხსნება ამისთვის. მაგალითად, თუ კი ძალიან დაიღალეთ, უნდა შეასრულოთ მცირე სამუშაო, ან მცირე გასეირნება. თუ მშიერი ხართ, გადადეთ საკვების მიღება კიდევ 9 საათით. თუ წყურიათ, მაშინვე არ დალიოთ და გავიდეს კიდევ ცოტა ხანი. თუ ჩქარობთ, აიძულოთ საკუთარ თავს გააკეთოთ შენელებული მოქმედებები და პირიქით, თუ ყუსავით ნერი ხართ, ეცადეთ უფრო სწრაფად იმუშაოთ. თავად მოსწავლეზეა არჩევანი, თუ როგორ დადგუნოს სხეული და ნერვები ნების ძალით და მართოს ისინი. ამით მეორე საფეხურის საბარჯიშოები დასრულებულია. მესამე საფეხური. მენტალური მაგიის შესწავლა. ცოდნა, გამბედაობა, სურვილი, დუმილი. ესაა სოლომონის ტაძრის 4 საყრდენი, მიკრო და მაკრო კოსმოსის, რომელზეც აშენებულია მაგიის წმინდა მეცნიერება. ძირითადი თვისებები, რომლებიც ყველა მაგს უნდა გააჩნდეს, თუ კი უნდა რომ მწვერვალებს მიაღწიოს. ამ მეცნიერებაში 4 ელემენტი შეესაბამება. მაგიურ ცოდნას ყველამ შეიძლება მიაღწიოს გულმოდგინეს სწავლით. უნივერსუმის კანონების ცოდნა კი საშუალებას მისცემს, რომ თანდათანობით საფეხურეობრივად მიაღწიოს უმაღლეს სიბრძნეს. სურვილი ესაა მონდომების ასპექტი, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იყოს შეუპოვრობით, ოთმინებით და გამძლეობით წმინდა მეცნიერების ფარგლებში. კონკრეტულად, პრაქტიკულ გამოყენებაში მან, ვისაც არა მხოლოდ თავისი ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილება უნდა, არამედ ნათელ მწვერვალებამდე სვლას სერიოზულად ახიფამს. ურყევი ნების ძალა უნდა გამოავლინოს მათ დასაპყრობად. გამბედაობა, daring, ვისაც არ ეშინია არც მსხვერპლის, არც წინააღმდეგობების, არც აქცევს ყურადღებას გარშემოყოფების აზრს და შეუპოვრად ისწრაფვის თავისი მიზნისკენ. იმის მიუხედავად წარმატება ხდება გზაზე თუ წარუმატებლობა, მას უმაღლესი გაეხსნება. დუმილი, ვინც ტრაბახობს და თავს იქებს, ვინც თავის კვაზ სიბრძნეს საჯაროდ აჩვენებს. ვერასოდეს გახდება ნამდვილი მაგი. მაგისტრის საერთოდ არაა აუცილებელი, რომ ავტორიტეტი გახდეს. პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თვალშეუვალი იყოს. დუმილი, ძალაა. დახუჭეთ თვალები და მკაფიო წარმოიდგინეთ კარგად ნაცნობი ადგილი, დასახლებული პუნქტი, მოედანი, სახლი, ბაღი, მინდორი, ტყე და ასე შემდეგ. შეინარჩუნეთ ეს წარმოდგენა. აბსოლუტურად ზუსტად დაიმახსოვრეთ ნებისმიერი დეტალი, როგორც მაგალითად ფერი, სინათლე, ფორმა. წარმოდგენა იმდენად ზუსტი უნდა იყოს, თითქოს თქვენ პირადად იმყოფებით იმ ადგილას. თუ ხატსახე ქრება ან იდღავნება, კვლავ გამოიძახეთ იგი, უფრო მკაფიოდ. საბარჯიშო დასრულებულია, თუ კი მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში შეძლებთ ამ ხატსახეს შენარჩუნება. ამის შემდეგ ეცადეთ, რომ ამავე ხატსახეში გადაიტანოთ სმენის კონცენტრაციაც. თუ თქვენ წარმოიდგინეთ მშვენიერი ტყე, მაშინ ამავდროულად მიაყურადეთ ჭიდების ჭიკჭიკს, ფოთლების შრიალს, ქარის ხმას, ფუტკრების ბზუილს. თუ ეს გამოგივიდათ, გააკეთეთ მსგავსი თქვენს მიერ შერჩეული ექსპერიმენტი. საბარჯიშო შესრულებულია, თუ კი შეძლებთ, რომ წარმოგედგინათ ყოველი ადგილი, ყოველი მოედანი ან დასახლება, სადაც 5 წუთის განმავლობაში ჩართული იყო 2 ან 3 გრძნობა. თუ კონცენტრაციის ეს საფეხურიც მიღწეულია, მაშინ შეეცადეთ ეს საბარჯიშოები გააკეთოთ გახელილი თვალებით. უსულო საგნებისგან, ადგილებისგან, დასახლებებისგან, სახლებისგან და ტყეებისგან ახლა გადავიდეთ ცოცხალ არსებებზე. ჩვენ ასევე მკაფიოდ წარმოვიდგენთ სხვადასხვა ცხოველებს, ძაღლებს, კატებს, ჩიტებს, ძროხებს, ხბოებს, ქათმებს, ისევე როგორც კონცენტრაციის პროცესში წარმოვიდგენთ ხოლმე სხვადასხვა საგნებს. თავიდან 5 წუთის განმავლობაში თვალდახუჭული, შემდეგ კი ამდენიმე დროის განმავლობაში თვალგახელილი. ყოველთვის უნდა შეასრულოთ ეს საბარჯიშოები ჯერ დახუჭული, შემდეგ კი გახელილი თვალებით. ყველა ვარჯიშის მინიმალური ხანგრძლივობა 5 წუთი უნდა იყოს. სამშვენველის მაგიის შესწავლა. აუცილებელია ინტროსპექციის და თვითდაკვირვების მეშვეობით სამშვენველში ელემენტთა ასტრალური წონასწორობა დაამყაროთ. თუ დარწმუნებული ხართ, რომ არც ერთი ელემენტი არ ჭარბობს, მაშინ განვითარების პროცესში ამის შემდეგ საკუთარი ხასიათის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოთ.
მაგრამ უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ ასტრალურ სხეულში ელემენტებთან მუშაობაზეც. ამ საფეხურის ამოცანაა ელემენტთა ძირითადი თვისებების ათვისება, რათა სურვილისამებრ გამოიწვიოთ ისინი სხეულში ან კვლავ ჩააქროთ. ცეცხლს ყველა მიმართულებით გავრცელებისა და განვითარების თავისი უნარით გააჩნია სითბო, როგორც სპეციფიური თვისება და ამიტომ სფეროს ფორმაც გააჩნია. თავდაპირველად ეს უნარი ავითვისოთ და სურვილისამებრ გამოვიწვიოთ იგი სხეულსა და სამშენებლოში. სხეულის ფლობის უნარის გამომუშავების შედეგად ჩვენ ვირჩევთ მდგომარეობას, რომელშიც შეგვიძლია უძრავად მოხერხებულად და ხარვეზების გარეშე ვიჯდეთ. ინდოელები ამ პოზას ასანას უწოდებენ. თქვენი აზრით ჩაუღრმავდით ცეცხლის ელემენტის ცენტრს, რომელიც სფეროსებურად მოიცავს მთელს უნივერსუმს. წარმოიძახეთ, რომ ყველაფერი თქვენს გარშემო, მთელი უნივერსუმიც კი ცეცხლითაა მოცული. ახლა ცხვირით და ამავდროულად მთელი სხეულით, ფორებით, სუნთქვით, შეისუნთქეთ ცეცხლის ელემენტი. თანაბრად და ღრმად ისუნთქეთ ფილტვების დაძაბვის გარეშე. უნდა დაიწყოთ ცეცხლის ელემენტის 7 შესუნთქვით და ყოველ მომდენო ვარჯიშზე 1 შესუნთქვა დაამატოთ. მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი და ნებისყოფის მქონე მოსწავლეები გაზრდიან ამ რიცხვს ნებისმიერ რაოდენობამდე. ცეცხლის ელემენტის წარმოსახვითი დაგროვების სავარჯიშოს დასრულების შემდეგ გრძნობენ სისხლისა და ცეცხლის გავრცელების ძალას. შემდეგ უნდა შეასრულოთ სავარჯიშო უკუთანმიმდევრობით, ანუ პირით უნდა ისუნთქოთ და ფორების საშუალებით წერტილის მაგვარად მთელს უნივერსუმში ამოისუნთქოთ ცეცხლის ელემენტი. ამოსუნთქვა იმდენივე უნდა იყოს, რამდენიც იყო შესუნთქვა. აღმოსავლეთში არიან ხელდასმულები, რომლებიც წლობით ასრულებენ ამ სავარჯიშოს, სად ჰანას და შეუძლიათ იმდენად გაამკვრივონ ცეცხლის ელემენტი, რომ წლის ყველაზე ცივ დროსაც კი შიშვლები დადიან და არ ეშინიათ სისივის. შემდეგი ჰაერის ელემენტის სავარჯიშოა. ამ ელემენტს რაც შეეხება, ყველაფერი ზუსტად ისევია, როგორც ცეცხლის ელემენტის შემთხვევაში. ოღონდ განიხილება სრულიად სხვა შეგრძნება. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ წარმოდგენა, რომ ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად სხეული იმდენად ივსება ჰაერით, რომ საჰაერო ბურსს ემსგავსება. ამავდროულად დაუკავშირეთ ეს შეგრძნებას, რომ თქვენი სხეული უფრო და უფრო მსუბუქი ხდება. იმდენად მსუბუქი, როგორც თავად ჰაერი. სიმსუბუქე იმდენად ინტენსიური უნდა გახდეს, რომ საკუთარ სხეულს ვეღარ შეიგრძნობთ. ისევე როგორც ცეცხლის ელემენტის შემთხვევაში, ვარჯიში უნდა დაიწყოთ 7 ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით. ვარჯიშის დამთავრების შემდეგ უნდა გქონდეთ სხვა შეგრძნება, რომ სხეულში არაფერი დარჩა ჰაერის ელემენტისგან და ამის შემდეგ ისევე ნორმალურად უნდა იგრძნოთ თავი, როგორც მანამდე. ამიტომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად და ფრთხილად უნდა გააკეთოთ. ამ ექსპერიმენტის ხანგრძლივი დამუშავების შემდეგ განდობილები ახერხებენ, რომ უწონადობის ფენომენს მიაღწიონ და მაგალითად წყალზე იარონ, ჰაერში ილივლიվონ, გადაიტანონ სხეული ან სხვა რაიმე, სწორედ მაშინ, როცა განდობილი ერთადერთ ელემენტზე კონცენტრირდება. მაგები არ კმაყოფილდებიან ცალმხრივი და ერთი მიმართულების ფენომენებით, რადგანაც ეს არ წარმოადგენს მათ მიზანს. მათ უნდათ, რომ გაცილებით უფრო ღრმად შეაღწიონ შეცნობასა და ფლობაში. შემდეგ მოდის წყლის ელემენტის პრაქტიკა. იგივე თანმიმდევრობით, ოღონდ სხვა შეგრძნებით. წარმოიდგინეთ, რომ მთელი უნივერსუმი უსასრულო ოკეანის გავს, რომლის ცენტრშიც თქვენ იმყოფებით. ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად მთელი თქვენი სხეული ამ ელემენტით ივსება. წყლის სიცივე მთელ სხეულში უნდა შეიგრძნოთ. თუ კი 7-ჯერ ჩასუნთქვის შემდეგ სხეული აღივსება ამ ელემენტით, მაშინ ასევე 7-ჯერ ამოისუნთქეთ. რაც უფრო ხშირად ჩაატარებთ ექსპერიმენტს, მით უფრო ნათლად იგრძნობთ წყლის ელემენტს მისი სიცივის თვისებით. საკუთარმა თავმა ყინულის დიდი ლოდი უნდა მოგაგონოთ. არც ერთმა სავარჯიშომ არ უნდა გადააჭარბოს 20 წუთს. დროთა განმავლობაში უნდა შეძლოთ, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღესაც კი გააცივოთ თქვენი სხეული ამ სახით. განდობილები აღმოსავლეთში იმდენად სრულყოფილად ფლობენ ამ ელემენტს, რომ საოცარ ფენომენებს აღწევენ. მათ შეუძლიათ ყველაზე ცხელ დღეს გამოიწვიონ წვიმა, ან გააჩერონ იგი. შეაჩერონ ჭექაქუხილი და ამშვიდონ მღელვარე ზღვა. მართონ ყველა ცხოველი წყლის ქვეშ და ასე შემდეგ. ჭეშმარიტი მაგისთვის ასეთი ან მსგავსი ფენომენები ადვილად ახსნადია. დაგვრჩა მხოლოდ მეოთხე, მიწის ელემენტი. წარმოიდგინეთ მთელი უნივერსუმი მიწად, რომლის შიგნითაც თქვენ ზიხართ. მაგრამ წარმოიდგინეთ მიწა არა როგორც განცალკევებული თიხის გროვა,
არამედ როგორც მიწის მკვრივი ქსოვილი. მიწის მატერიის დამახასიათებელი თვისებებია მისი სიმკვრივე და სიმძიმე. უნდა შეგეძლოთ იმდენი მიწის მატერიის კონცენტრაცია მოახდინოთ, რომ სხეული ტყვიასავით მძიმე გახდეს და თითქმის პარალიზებული იყოს თავისი სიმძიმის გამო. ამოსუნთქვაც ისევე ხდება, როგორც სხვა ელემენტების შემთხვევაში. ელემენტის ფლობა ეს მაგიის ყველაზე იდუმალი სფეროა, რომელზეც აქამდე ყველაზე ცოტა იყო თქმული, რადგანაც ამას ყველაზე დიადი არკანი მოიცავს საკუთარ თავში. ეს მაგიის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა და ვინც ვერ ფლობს ელემენტებს, საეჭვოა რომ მიაღწიოს რაიმე მნიშვნელოვანს მაგიაში. ბიომაგნეტიზმი. საციცოცხლო ძალას უნარი აქვს მიიღოს ნებისმიერი სხვისი აზრიც, სხვისი ემოციაც კი. შეუძლია დაიმუხტოს მათით ან შეუერთდეს მათ. ამიტომ კონცენტრირებული საციცოცხლო ძალა სხვა აზრებს შეერეოდა, რაც შეასუსტებდა დამუხტული აზრის ძალას ან გაანადგურებდა მას, თუ მაგი გამუდმებული გამეორებით არ გამოიწვევდა მუხტის გაძლიერებას და ამით სურვილი ან იდეა არ გაცოცხლდებოდა, რასაც დროის კარგვამდე მივყავართ და ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს შედეგზე. საციცოცხლო ძალა თავის თავში იკრებს არამხოლოდ იდეას, წარმოდგენას, აზრს ან გრძნობას, არამედ დროის ცნებასაც. ეს კანონი, ანუ საციცოცხლო ძალის ეს დამახასიათებელი თვისება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მასთან მუშაობისას, ასევე ელემენტებთან მუშაობისას. ამიტომ ნებისმიერი სურვილის დამუხტვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დრო და სივრცე. მაგიური საქმიანობის პროცესში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები. საქმიანობას აკაშას ელემენტში დრო და სივრცე არ გააჩნია. მენტალურ სფეროში დროით ოპერირებენ, ასტრალურ სფეროში სივრცით, ფორმით, ფერით, ხოლო უხეშ მატერიალურ სამყაროში სივრცით და დროით ერთდროულად. სურვილის გამეორებით დრო და დრო თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ გამოსხივების ძალა თქვენს სახლში. თუ ასეთი ზეგავლენის მქონე სახლში იმყოფებით, ასეთ მოთვინიერებულ საციცოცხლო ძალას ხანგრძლივი დადებითი გავლენა აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე, ანუ თელს თქვენს სხეულზე. საციცოცხლო ძალას ამ შენობაში ჯანმრთელობის სურვილების ვიბრაცია აქვს. უმჯობესია საჭიროების მიხედვით დამუხტოთ სივრცე, იმ იდეათა ვიბრაციებით, რომლებსაც თქვენი იმჟამინდელი სავარჯიშოები და პრაქტიკები მოითხოვენ. მაგალითად, შეგიძლიათ დამუხტოთ ბეჭედი ან ქვა სურვილით, რომ ადამიანმა რომელიც მას ატარებს, ბედნიერება და წარმატება მოიპოვოს. მეორე შესაძლებლობას ეწოდება უნივერსალური მუხტი და წარმოიქმნება ზუსტად ისევე, მაგრამ იმ სურვილით, რომ სანამ ეს საგანი, ბეჭედი ქვა სამკავული არსებობს, იგი გამუდმებით მოუტას მის ფლობელს ბედნიერებას და წარმატებას. ავტორი ამბობს, რომ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ ექიმების სპეციალიზდნენ ამ სფეროზე და ალოპათიურ მკურნალობასთან ერთად მაგიური პრაქტიკების გამოყენებაც შეეძლოთ. ამიტომაც მაგმა თუგი არ უნდა რომ შარლატანად შეირაცხოს, მხოლოდ იმ ავადმყოფებს უნდა უმკურნალოს, რომლებიც ან ექიმის მიერ მასთან გაგზავნილი ასეთი სახის მკურნალობისთვის, ან იგი უშუალოდ უნდა მუშაობდეს ექიმთან ერთად. თქვენი გამოსხივების ძალა დაახლოებით 10 მეტრზე ვრცელდება. მაღალი დონის განდობილები და წმინდანები, რომელთა წარმოსახვის ძალაც იმდენად განვითარებულია, რომ ნებისმიერი მათი წარმოდგენა მაშინვე რეალიზდება, არ საჭიროებენ რაიმე მეთოდს. მათთვის საკმარისია მხოლოდ სურვილის ან ნების გამოხატვა და ეს ნება მაშინვე რეალიზდება. ყოველი მაგი უნდა ეცადოს, რომ ასეთ მაღალ დონეს მიაღწიოს. ყოველი ვარჯიშისთვის გათვალისწინებულია პერიოდი 2 კვირიდან 1 თვემდე. ეს შეეხება ადამიანებს საშუალო შესაძლებლობებით. ისინი, ვინც მანამდე ვარჯიშობდა კონცენტრაციასა და მედიტაციაში. უფრო ნაკლებ დროში უნდა ჩაედიონ, ხოლო მათ, ვინც ადრე არ იცნობდა მსგავს პრაქტიკებს, შეუძლიათ საჭიროების მიხედვით გაზარდონ ეს პერიოდი. რამე თუ ნებისმიერი წარმატება ამ სფეროში დამოკიდებულია ყოველი ადამიანის ინდივიდუალობაზე. სრულიად არაფრის მომცემი იქნება თუ კი შემდეგ საფეხურზე, წინა საფეხურის სრული დამუშავების და დაუფლების გარეშე გადახვალთ. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამყაროში ყველაფრის ფასს ვიხდით. ამიტომ მაგიური შესაძლებლობები სასიკეთო მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ, რათა სამყაროსგანაც შესაბამისი კეთილდღეობა მოგვენიჭოს.
ნეგატიური და ბოროტის ზრახვებით საქმიანობისას სამყაროსაც შესაბამისი პასუხი. ასე ვთქვათ, ფიდბექი ექნება. აქ დავასრულებ ფრანც ბარდონის წიგნის მიხედვით მომზადებულ რიგით მეორე ეპიზოდს და დანარჩენ საკითხებზე უკვე სხვა დროს სხვა ეპიზოდებში გიამბობთ. შეგახსენებთ, რომ ეს წიგნი თარგმნილი და მომზადებულია მამუკა გურულის მიერ და ელექტრონულად განთავსებულია პორტალზე magma.g. ამ წიგნის შეძენა სწორედ ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ ელექტრონულად. ამასობაში კი გამოიწერე კოდის YouTube არხი და მხარი დაუჭირე ამ პროექტის არსებობას. ვისწავლოთ სამყარო მეცნიერული და არა მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით.